კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრი გრუზინსკიმ დღეს დასისა და თეატრის საბჭოს წევრებთან ერთად თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები 2010 წლის იანვარში დაიწყო, ამჟამად შენობის მარმარილოთი და კერამიკული ფილებით მოპირკეთება მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია საგრიმიოროს ორკესტრის ოთახებისა და დიდი სარეპეტიციო დარბაზის რემონტი. შენობის დათვალიერების შემდეგ ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკისა და თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრებს შორის შეხვედრაც გაიმართა, სადაც მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე და მათ შორის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნების საკითხზეც ისაუბრეს. პირველი შეხვედრა მაქვს დაკავშირებულია რა თქმა უნდა არჩევნებთან. ვიცით რომ დემოკრატიულად ჩატარდა და ვითარებაში ჩაიარა. მე მინდა უშუალოდ მათგან გავიგო თუ რამე პრეტენზია აქვთ. აგვისტოს ბოლოს სექტემბრის რიცხვებში უკვე აქ მოვლენ ოპერის თეატრში. ეხა იცით რომ გაფანტულები არიან ესენი და დაიწყება რეპეტიციები. იქამდე მომზადდება კოსტუმები, დეკორაციები, ცალ-ცალკე რეპეტიციები ექნება ორკესტრს, სოლისტებს და თქობა სადღაც ოქტომბრის მოკლედ წლის ბოლომდე გაიხსნება. უკვე რაც გააკეთა ქართულ ჯგუფმა ეს უკვე ჩვენი მსახიობებისთვის ქმნის რაღაც საოცარ კომფორტს. სიმფონიურ ორკესტრს, გუნდს, ოპერის და ბალეტის მსახიობებს ექნებათ ახლა აბსოლუტური შესაძლებლობა, თავის შესაძლებლობა